სავალდებულო სამხედრო სამსახურში რაწვევის ასაკად შესაძლოა 19 წელი განისაზღვროს გარდა ამისა განხილვისადანია ისიც რომ რაწვევის ვადა 6-დან 8 თვემდე შემცირდება. განცხადება შესაძლო ცვლილებების შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მეცხრე არხის ეთერში გუშინ გააკეთა ირაკლი ალასანიას თქმით, ეს ვარიანტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან იქნება განხილული, შემდეგ კი მას უშიშროების საბჭო განიხილავს. პირველ რიგში ეს შეთანხმებული იქნება პრემიერ-მინისტრთან, ეს ხედვა, შემდეგ უკვე ბუნებრივია ამას სჭირდება უშიშროების საბჭოს გადახედვაც ამ საკითხის და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს კონკრეტულად თუ როგორ წავა სამხედრო სავალდებულო სამსახური, რა ასაკი იქნება, რა პერიოდით იქნება. ეს დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, თუ რა მოთხოვნებს უწესებთ ჩვენ წვევანდელებს. რა რაოდენობით იქნება გაწვევა, ეს ყველაფერი არის ჯერ პირველ რიგში შერეღებული ძალების მიერ დასაგეგმი და ჩვენ როგორც სამოქალაქო კონტროლი და სამოქალაქო მინისტრი შემდეგ მათ წინადადებებს განვიხილავთ, მათგანაც უნდა მოდიოდეს ეს ასე ვთქვათ შესწავლა ამ საკითხის.